შემეშინდა ხოლ გამოფუჭებად კიდე ხატიდან სწავლიან რაც ახლა ჩავიდეთ და გადმოვადრევი და გამოსცემი. ზეზე უფრო ბრწყინვალება თუშობა ვერას სამო თუშობის მალთანაც გამოსცემდა. ყოველი შეგაუძლევდა. მიღება შეფრდა არაფერი არ არის. ყოველი ნირი მოჩილება შემოხვდა. ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა. გვაქვს უთვალავი ფერითა და მისგან არს ყოველი ხელმწიფე სახით ამითმიერი. ქართული მოდგმის ღვთაებრივი საიდუმლო ყოფის მიმართ ხალისია. ხალისი პირვანდელი სამოთხისეული ნეტარებით გაჯერებული. როგორ გაგებით ისე? არაფერს არ მენდური. ყველაფერს მაყოფილი ვარ. ვისაც რა უნდა უყარდეს, სულსა ჩემი ძრფიადიო. მას კიდეც გაუკვირდება სხვას არ მოეწონოს. ამ ერთი აპოლოჟი მეტი რა უნდა საქართველოს. ესე იგი ქართულმა გედმაურ ღრმასად გაიაზრა წუთის ოფლის ამაოება და მარადიული დიად დაისახა ღვთისა და მოყვარსის სიყვარულის მსხვერპლეობა. მედია ყველას მოგეწონათ ბავშვებო, მადლობა მინდა გითხრათ ბატონო სოსო თქვენ ბატონ ლექსოს და მთელს შემოქმედებით კოლექტივს აი ასეთი მამულიშვილური საქმის განხორციელებისათვის. მადლობას გიხდით მთელი ჩემი ბავშვების სახელით და კოლექტივის სახელით. ბავშვებს მინდა მიმართო რომ აი იმედია ყველას მოგეწონათ. კიდევ ერთხელ გაიაზრეთ და გაიგეთ როგორ მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა რა სისხლის ფასად აი ეს ქვეყანა. ახლა ვისურვებდი რომ თქვენ გაგებრძელებინოთ და ღირსეული მამულიშვილები ყოფილიყავით. აი მინდა ყველამ ვაკეთოთ ის რისი გაკეთების საშუალებაც გვაქვს აი ამ ეტაპზე. იმედი მაქვს ისევ გამოიჩენთ გულისხმიერებას. აი ეს ფილმი თქვენ რომ მოგეწონათ თქვენი ოჯახის წევრებსაც და თქვენს ახლობლებსაც გაართმევთ და ამით შევეწევით აი იმ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც მე ვახსენე რომ აი ასეთი მამულიშვილური საქმის გაკეთება კვლავ შეეძლო. სხვანი იყვნენ ქართველი მაგალითად მე-15 საუკუნეში. სხვანი ვართ დღეს. რაც ერთია და იგივე ქართველებში ეს ქართველი ხალხია. ვით არ ცოცხალი არსი იგი მითიო პიროვნებად გვევლინება, რომლის სახელია ქართუ, ანუ კარდუ. გლობალიზაციის ამ ქაოსურ ტრიალში. მაშინ, როდესაც ნიაყვარიით შემოჭრილი უცხოური ფსევდოკულტურა ძირძველი, ღვთაებრივი ფესვების მოსპობას გვიქადის, ქართული გენის დიდმა მესაიდუმლემ, ერის მამამ და მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ჩვენი მოდგმის შუაგულში ცხაროს თვალით მიაყო გადარჩენის საიდუმლოს და შექმნა ქართული იდეის ღირებულებათა ღერძი. სამშობლო და ადამიანის მნიშვნელობას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით ქართველებისთვის. მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. ვრჩილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგიტკიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო. დაფაზე მეუბნები. ეს თუ არა გიყვარდეს ტეშენი, მაგრამ გიყვარდეს არა ისე მოვალეობის ან პასუხისმგებლობის გამო, არამედ საკუთარი შვილების გვერდით. ყველა ოჯახში უნდა იყოს და მე რაღაცის პატრიარქის სიტყვა კიდე უპირატესია და ამიტომ ვფიქრობ რომ უნდა იყოს ყველა. ფილმი მოგეწონა? რა თქმა უნდა. ახალი რა ნახია თქვა, ახალი იყო რამ ისეთი რომელიც თქვა შენახამდე არ იცოდა. ეს ინტერნეტში რაც დევს ფილმები, ნაწილი რაც დევს ისინი ვიცოდი და ამიტომ არ იყო ისეთი. უცხო. ადრე მაქვს ხუთი. მე ერთადერთი შვილი დავკარგე. ოფში. მაგრამ მაინც იამალა ასეთი შვილი მყავდა, ვაშკაცურად დაეცა ჩემი შვილი. მე მინდა რომ ჩემი შვილები სულ
ყველაფერი ერთ-ერთი მაინც დაიყვანოს მამას, როგორიც იყო ჩემი შვილი, ვერც ათხოვ. პირადად მე არ ვიცოდი ბევრი რამე, მაგალითად საფარო ქრისტიანებზე და ამის შემდეგ ვეცდები, რომ უფრო მეტი რაღაც მასალა მოვიძიო, რომ უფრო მეტი გავიგო აი ამ მხარეზე, აი ამ საკითხის შესახებ. და დიდი მადლობა ამ ფილმისთვის და ბავშვებს კიდე ძალიან მინდა რომ ვთხოვო. კი, სახარება უნდა ვიკითხოთ, ფილმს უნდა უყუროთ, მაგრამ პირველ რიგში ვეცადოთ, რომ ჩვენს ეკლესიაში ვიაროთ. ეს ალბათ პერსონალურად ჩვენი სულიერი ტრადიცია და საქართველოში თავის მტერს ქართული კაცი უდიდეს პატივს სცემს. ისე იყოს არბიტრაჟზე ხასროისენია. ძალიან მალე დადგება დრო, როცა ჩვენ ერთად ვიქნებით. მეშვიდე კლასზე და ჯერ ბევრი რამე არ ვიცოდი და ბევრი რამე გავიგე ამ კინოდან და ყველასთვისაც აინტერესებს ჩვენი წინაპრების ცხოვრება და ჩვენი ძველი ცხოვრება შეიძინოს ეს დისკი და უყუროს ძალიან კარგი ფილმი. სიტყვა, რომელიც ქართული მოდგმის ხალასი ძირიდანაა წარმოშობილი. რა დაესწრა გიმნაზია ჩემო საკმაოდ ქართველებო. თვითონ საჩენებელო ბრძენ ქართველიშვილებო. ისმენთ რამ ხმას თქვენში წამოიჭრებიან ის დიდები წინაპარნი. ძალიან ემოციური იყო და ძალიან ბევრი რამე გავიგე. ხალასნერგებო საქართველოს მომავალისა. ამან გაიაზრეთ ქართული იდეა და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მიწა-წყალს. იმ სამყაროს უყურება უმონიშნო ძალიან ძნელია გამეცნობა.